საღამოშტობისა პროფესია ჟურნალისტი წყობს პირდაპირ ეთერში მუშაობას. მე ვარ ჟურნალისტი თია სიჭინავა, სტუმრებთან ერთად ვსაუბრობ საზოგადოებისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე. რა ბედი ეწევა 2008 წლის მეორე ნახევრის სახალხო დამცველის ანგარიშს და როდის მოისმენს პარლამენტი უკვე ახალი სახალხო დამცველის ანგარიშს 2009 წლის პირველი ნახევრის შესახებ. ამაზე ვისაუბრებ ჩვენს სტუმართან. სახალხო დამცველია ჩვენთან გადაცემის სტუმარი, საღამოშტობისა ბატონი გიორგი ტუღუშია ჩვენ გადაცემის სტუმარი. მადლობთ იმისთვის, რომ მობრძანდით და იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. ბოლო 2-3 თვის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს ხოლმე საუბარი ამაზე, როდის მიეცემა საშუალება სახალხო დამცველს, რომ წარსდგეს პარლამენტში, მოახსენებით გააცნოს და ანგარიში პარლამენტის წარმომადგენლებს, წევრებს, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს. ნოემბრის ბოლო, დეკემბრის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლო რაღაც ესეთი განცხადებები კეთდება. მოდით დავიწყოთ თქვენ როდის მოგიწევთ ჯერ გამოსვლა და შემდეგ მაინტერესებს 2008 წლის მეორე ნახევარს რა ბედი ეწია. დავიწყებ იქიდან, რაც შეეხება 2008 წელს, ეგ შეკითხვა ჯობია დაუსვათ საქართველოს პარლამენტს და მათ გიპასუხა, იმიტომ რომ მე ვერ ვიქნებ პასუხისმგებელი იმაზე, რომ პარლამენტმა თქვათ არ გამართა რაღაც მოსმენა, ან სხდომა და არ მოისმენა ანგარიში. თქვენ არ წაიკითხავთ 2008 წელს? არა, მე კანონით მევალება წარმოვადგინოს ანგარიშო პერიოდი, რომელიც უკავშირდება 2009 წლის პირველ 6 თვეს. ეს არის გათვალისწინებული კანონით და მე წარმოვადგინე ზუსტად ანგარიშს, რომელიც მოიცავს ანგარიშო პერიოდს 2009 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე. იყო გარკვეული მოთხოვნა იმ შესახებ, რადგანაც სოზარსობას ამოეწერა უფლებამოსილება და უკვე თქვენ შეუდექით მოვალეობის შესრულებას, რომ თქვენ წაგეკითხათ 2008 წლის მეორე ნახევრის მოხსენება, რადგანაც სოზარსობას ამის გაკეთების საშუალება არ მიეცა. დასახელებული იყო მიზეზი, რომ დაემთხვა აპრილის მოვლენები და პარლამენტმა შეწყვიტა მუშაობა, თუმცა ეს ცალკე საკითხია, პარლამენტმა რატო შეწყვიტა მუშაობა, რადგანაც არ იყო ამის საფუძველი, რომ პარლამენტში შეწყვიტა მუშაობა, მაგრამ მაინც ხო იქნებოდა იმის საშუალება, თუნდაც სექტემბერში მიეცათ საშუალება, თუნდაც სუბარისთვის, ან თუნდაც თქვენთვის წაგეკითხათ ეს მოხსენება. ბატონ სოზარს თვითონ გაერკვია საქართველოს პარლამენტთან და კომიტეტთან, თუ რატო არ მიეცა მას საშუალება, ისე მე რამდენადაც ვიცი, კანონმდებლობაც ამ საკითხთან მიმართებაში ცოტა ბუნდოვანია, იმიტომ რომ იცი კანონში წერია, რომ სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს. ხოლო ის, რომ მოსმენა მიმდინარეობდეს მისი ან სად უნდა განიხილებოდეს, ეს კანონით დარეგულირებული არ არის სამწუხაროდ. ანუ მოდით ესე ვთქვათ, რომ პირდაპირ ვალდებულება პარლამენტს არ აქვს კანონით დაკისრებული, რომ სახალხო დამცველის ანგარიში ვთქვათ ამ ფორმატში მოისმინოს, რასაც თქვენ გულისხმობთ, რომ ჯერ გაიტანოს კომიტეტზე, მერე კი პლენარულ სხდომაზე. ასე რომ ეს კანონში ეს ხარვეზი, არ ვიცი რა უწოდო, არსებობს რეალურად. შეიძლება არ ავალდებულებდეს, მაგრამ თავისთავად საინტერესოა, როცა სახალხო დამცველი საინტერესოა, თუმცა ეს არის კიდევ და ერთხელ შეკითხვა, რომელიც უნდა დაესვას საქართველოს პარლამენტს, თუ რატო ვერ მოხერხდა მოსმენა სახალხო დამცველის წინა საანგარიშო პერიოდის ანგარიშის. გამოითქვა გარკვეული მოსაზრებები, მე ამ მოსაზრებებსაც გავაცნობ როგორც ვაყურებთ ისევე თქვენს, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და ფრაქციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თუ კი 2008 წლის მეორე ნახევრის ანგარიში არ იქნება წარდგენილი პარლამენტის წინაშე, ეს გარკვეულწილად პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რადგანაც ეს არის საკმაოდ საინტერესო დოკუმენტი და რატომ არ უნდა იყოს ის წარდგენილი ამ პასუხისმგებლობაზე, როცა საუბრობთ თქვენს პასუხისმგებლობაზე. პასუხისმგებლობა რაში გამოიხატება? ნუ მოითხოვოთ და დააკეთოთ საკითხი. წინა სახალხო დამცველის ანგარიში არ მოისმინა საქართველოს პარლამენტმა, ამაზე პასუხი მე უნდა ვაგო, არა ვერ დაგეთანხმებით. კარგით, არ გიჩნდებათ კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ რატომ არ ხდება 2008 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის მოსმენა? რა წერია ისეთი ამ ანგარიში მე გავეცანი გარკვეულწილად და მინდა გითხრათ, რომ გავეცანი 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიშსაც და დასკვნა ერთ და იგივეა თითქმის, რომ სიტუაცია ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით არის საკმაოდ მძიმე. ისე ვერ გეტყვით მე ხა რა პრობლემები იყო ამასთან დაკავშირებით, ალბათ უმჯობესია ვთქვათ იგივე საქართველოს პარლამენტმა და ალბათ სოზარმაც უკეთესად იცის თუ რატო არ მოხდა ვთქვათ მისი. ხა მე შემიძლია გელაპარაკოთ იმაზე, თუ რა ხდება იმ ანგარიშის გარშემო, რომელიც მე შევიტანე პარლამენტში. არც ისე ბუნდოვანი სურათია, იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეულწილად იყო საუბარი კომიტეტის თავმჯდომარესთან და თქმა უნდა, ჩემი დიდი სურვილი იყო თარიღები მცოდნოდა, იმიტომ რომ მე კომიტეტს მივაწოდე ის თარიღები, როდესაც მე არ ვარ საქართველოში, იმიტომ რომ გასვლა მიწევს, ორი დაგეგმილი გასვლა საქართველოდან. სამწუხაროდ, როცა გქონდა ერთი შესაძლებლობა დაემთხვა სასესიო კვირა, ამიტომაც მე ვარაუდობ, რომ სადღაც 10 დეკემბრისთვის მოხდება კომიტეტის ხდომაზე ჩემს მიერ გაგზავნილი ანგარიშის გამოტანა და მისი მოსმენა. ხოლო მე ალბათ უკვე მიყვება პირდაპირ პლენარული სხდომა
თემაც და მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ დროში ჩავეტევთ. დაახლოებით როდესაც ვარაუდობთ ამას? 10 დეკემბრისთვის ვარაუდობ კომიტეტზე ანგარიშის გამოტანას. თვითონ ბატონმა გიომაც მითხრა, რომ ჩვენო დრო გვჭირდება, რომ წავიკითხოთ და გავეცნოთო ანგარიშსო და მე მქონდა მასთან შეხვედრა, რომელიც გაშუქდა მედია საშუალებებით. და ერთ შემიძლია ვთქვა, რომ ბატონია ნამდვილად კითხულობს ჩემს ანგარიშს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ხაზები იყო გასმული, როდესაც მაგიდაზე გამოიტანა თავისი ასლი. მე მარტო ეს შემიძლია სხვასთან არ მქონია ამ საკითხზე საუბარი, ასევე ტოლერანტობის დღის აღნიშვნის დროს ბატონი დავით ბაქრაძე ვნახე, როდესაც მიღება გაიმართა და მანაც მითხრა, რომ უნდა დროზე მომხდარიყო, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად ვადებში ჩატეულიყო პარლამენტი და ხა ის თუ წინა ანგარიში რატო არ მოისმინეს, ეს კითხვა შეგიძლიათ დაუსვათ მათ. მე მართლა არ ვიცი, იმიტომ რომ არ გამომიძიებია ეს კონკრეტულად არ მომიკითხია. მე მაშინ ესეთ დაგისვამთ კითხვას, ბატონ გიორგი, იმ შემთხვევაში თუ კი თქვენი მოხსენების წაკითხვაც, აი ესე ხელოვნურად შეიძლება გადაიდოს. მაშინ რა მეთოდებს? ნუ სამართლებრივი ბერკეტები არ მაქვს მე ამ შემთხვევაში და არც ჩემ წინამორბედს ქონია. რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? ხო, შეიძლება რომ ესე სახალხო დამცველია. ნუ მაშინ უნდა ანგარიში არის საჯარო. და რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი როდესაც ანგარიშს აგზავნის, რა თქმა უნდა, ასაჯაროებს მას. ამისთვის არის მედია საშუალებები, რომლებმაც მე ვიტყოდი, აიტაც ეს ანგარიში იმ დღიდან, როდესაც იგი გამოვიდა და ძალიან ბევრი ნაწილი მისი გაშუქდა მედია საშუალებებით, იგივე ვებგვერდებზე იბეჭდებოდა სხვადასხვა ნაწილები ანგარიშის და ყველას ჰქონდა შესაძლებლობა ჟურნალისტებსაც, არასამთავრობოების, საერთაშორისო ორგანიზაციები, ვიცი რომ ყურადღებას აქცევენ სახალხო დამცველის ანგარიშს, თუმცა რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ არა მარტო მიზანშეწონილი, აუცილებელიც არის, რომ ანგარიში მოსმენილ იქნას პარლამენტის მიერ და მას კიდევ უფრო მეტი საჯაროობა მიეცეს, თორე ტექნიკურად ეხლა რა თქმა უნდა, ანგარიში ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს დებატები და მისი განხილვა სხდომაზე, ვინაიდან პარლამენტი არის ერთადერთი ორგანო, რომლის მიმართაც ანგარიში ვალდებულია სახალხო დამცველი, უნდა ისმენდეს ამ ანგარიშს. გეთანხმებით, რომ ეს კარგის მეტი არც მომტანი არ არის რეალურად, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას და საჯაროებას და სახალხო დამცველის ანგარიშს. გეთანხმებით. მოდით მივყვეთ მაშინ 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიშს, იმ ანგარიშს, რომელიც თქვენ მოამზადეთ. მე წავიკითხე თქვენი შესავალი სიტყვა და დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ ამ შესავალი სიტყვის დასკვნის ნაწილში არის ნახსენები, რომ წინა წლებთან შედარებით არ გაუმჯობესებულა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა, დაცვის მდგომარეობა. ანუ დარღვევები არის. საკმაოდ ძიმე დარღვევები. მით უმეტეს თქვენ ასახეთ საკმაოდ ესეთი აქტიური პერიოდი. კი. აქტიური პერიოდი და მე ვთქვი, რომ ბევრი პრობლემა რჩება ადამიანის უფლებასა და კარგი, დავიწყოთ, აი რა არის ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც 2009 წელს დარჩა მოუგვარებელი, თუნდაც 2008 წლიდან 2007 წლიდან გამომდინარე. ნუ თქვენ თუ ანგარიშს გაეცანდა მე ეს მიხარია რომ თქვენ გამოძებნეთ ამისთვის, რომ თუმცა როგორც ხედავ, კატრიჯის პრობლემა იყო და ნახევარი არ ჩანს, ასე შეიძლება რაღაცები გამოხრჩათ. არა, ეგერ დანერწმუნეთ, რომ ინტერნეტში ყველაფერი ხედავ, აქ ბევრი ადგილი თეთრად არჩენილი, ასე მე ვეცდები კაი ასლი გადმოგიგზავნოთ, თქვენ პირდებით, ხო. ეხლა რაც შეეხება ზოგადად ანგარიშს, რა თქმა უნდა, არის ბევრი თემა, რომელიც წლების განმავლობაში მოდის, არის რაღაც თემები, რომლებიც შედარებით ახალია, ხო? წერია, რომ ანგარიში მოიცავს საკმაოდ აქტიურ პოლიტიკურ პერიოდს საქართველოში, სადაც დაფიქსირდა არაერთი დარღვევა, რომელიც უკავშირდებოდა, იქ არის რამდენიმე საქმე მოყვანილი, რომელიც უკავშირდება თქვენი კოლეგების შეურაცხყოფას, როგორც ფიზიკურს, ასევე სიტყვიერს, არის ვთქვათ იგივე თორსტები ფაქტი, როდესაც სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი იქნა სასტიკად ნაცემი, როდესაც დარბევა მიმდინარეობდა, კი 15 ივნისია თუ არ ვცდები და ცალკე თავი დაეთმო თანამშრომელს, ეს თავი მთლიანად დაიწერა უკვე ჩემი მისვლის მერე, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ არ იყო გამზადებული და ჩვენ გადავწყვიტეთ ცალკე თავად გამოგვეტანა ვახუშტი მენაბდეს ცემის ფაქტი, ვინაიდან როგორც სახალხო დამცველმა მივიჩნია, რომ აპარატის წევრის ცემა ეს არის უშუალოდ სახალხო დამცველის ხელყოფა, ვინაიდან იგი სახალხო დამცველის რწმუნებით იყო აღჭურვილი და მას ფორმა ეცვა, რომელიც მას განასხვავებდა სხვებისგან, თუმცა ეს არანაირად არ მინდა ახლა ვინმე მიფიქროს, რომ რახან მას ფორმა ეცვა, არ უნდა მიკარებოდნენ და სხვები იყვნენ ამ შემთხვევაში, ვთქვათ, თუმცა წარმომადგენელს კანონი არ დაურღვევია. არა, მას კანონი არ დაურღვევია, თუმცა იგი მოყვა. ასე ვთქვათ, და როგორც თქვენ ნახეთ ანგარიში მოხდა ისეც, რომ გარკვეული მცირე პერიოდი მის თავისუფლება აღკვეთილი იყო და მე როგორც ვიცი, მას მობილური ტელეფონი დღემდე არ დაბრუნებია. და მე სხვათა შორის ვახუშტი თვითონ მყავს ნანახი იმ დღეს, როდესაც მოხდა მისი ცემა, იგი უმალვე მე როგორც კი როდესაც გაიგეს, იგი საიდან იყო, მე როგორც ვიცი, მას
იგი გაათავისუფლეს და ბოდიშიც კი მოუხადეს, მაგრამ იგი იყო საკმაოდ სერიოზულად ნაცემი პირადად ბოდიშის მოხდა ესე ადვილი. ხო, ვახშტი მე ცნობები აგროვა და არის სამედიცინო დასკვნაც, რომ მას მიადგა საკმაოდ, ასე ვთქვათ, საშუალო დონის დაზიანებები, როდესაც იგი იქნა გალახული. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილებს, ისა მე თქვენ ერთ-ერთს გამოვიყენებ, ხანდახან ხა ვერ გეტყვით, რომ ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ნეგატიურად მივიჩნევ ერთ ფაქტს, რომ ანგარიში საკმაოდ შინაარსიანია და საინტერესო, მაგრამ მედია საშუალებება მაინდა-მაინც აიტაცეს მხოლოდ და მხოლოდ საჯარო ახსნილების ნაწილი. არ ვიცი, ხა მე მას კი არ ვიძახი, რომ ნაკლებ ყურადღება უნდა დაეთმოს, მაგრამ იყო სხვა საინტერესო თავებიც, რომლებიც არანაკლებ აქტუალური იყო, ვიდრე ვთქვათ პრობლემები, რომლებიც წლების განმავლობაში არის საჯარო ახსნილების სისტემაში. თუმცა საჯარო ახსნილებას დიდი ნაწილი უკავია საკმაოდ, იმიტომ რომ საფუძვლად უძევს ძალიან დეტალური მონიტორინგი ყველა დაწესებულების. ეს არ არის ზოგად სიტუაციაზე საუბარი, აქ მოყვანილი ფაქტები უკავშირდება ყველა 17 დაწესებულებას, რომელიც არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის სამკურნალო დაწესებულებსაც. როგორია მდგომარეობა და ისე იგი, აქ ჩვენ ორ სხვადასხვა თემას უნდა შევეხოთ. პირველი მინდა აღვნიშნო, რომ არის რამდენიმე პრობლემატური დაწესებულება, სადაც ჩვენ საუბრობთ არა მარტო საყოფაცხოვრებო პირობებზე, ასევე მოპყრობაზე, სადაც ვთქვათ ჩვენ ვამბობთ, რომ პატიმრებს უხეშად ეპყრობიან, არის დაწესებულებები, სადაც საუბარია, თუ ნახავთ თქვენ ქუთაისის ნომერი მეორე საპყრობილე, სადაც საუბარია არასრულწლოვნების ფაქტზე, როდესაც მოხდა მათი ფიზიკური შეურაცხყოფა, ეს უკავშირდება ასევე ამ საანგარიშო პერიოდს. არის ძალიან პრობლემატური დაწესებულებები, როგორც არის ქსნის მეშვიდე დაწესებულება, სადაც არის გარკვეულწილად მე ვიტყოდი გაუსაძლისი პირობები და არის რაღაც თელობები გაუმჯობესების, თუმცა მინისტრი რაღაც უკმაყოფილო იყო თუ არ ვცდები თქვენი დასკვნით. ხო, ხა არ მოეწონებოდა, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, იმიტომ რომ ხა მან ძალიან ბევრი რამე წერია და ძირითადში არის ნეგატიური შეფასებები, მთელი რიგი მიცემული. ხა მე არ მინდა ვიღაცა მიფიქროს, რომ იქ არაფერი არ კეთდება. რა თქმა უნდა, საანგარიშო პერიოდის მერეც ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ბევრი რაღაცა გააკეთეს, გარდა ამისა გვაქვს ინფორმაცია, რომ გახსნიან რამდენიმე ახალ კორპუსს და ჩვენ ხშირად ვხედავთ ხოლმე ტელევიზიით საუბარია ახალი ტიპის დაწესებულებებზე, მაგრამ ეს არის ის, რაც ხდებოდა პირველი 6 თვის განმავლობაში, ეს მონიტორინგი დაფინანსებული იყო სხვათა შორის იმ პროექტიდან, რომელშიც მე ვმუშაობდი, სანამ ამ თანამდებობაზე დავინიშნებოდი და ჯგუფმა ჩაატარა საკმაოდ სერიოზული სამუშაო. დანარჩენი არის დეტალური აღწერილობა ყველა დაწესებულების. ასევე ფაქტები მოყვანილი ეფუძნება მონიტორინგს, რომელიც დასრულდა აგვისტოში და ამან მოიცვა მთლიანად ყველა საჯარო ახსნილების დაწესებულება. აქ რაც შეეხება ჯანდაცვა, რომელზეც ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ არის სერიოზული პრობლემები, სისტემური ხასიათის და ასევე არის რაღაც ინდივიდუალური პრობლემები. აქ საუბარია სიკვდილობაზე დაწესებულებებში. ეხანდელი ინფორმაციით ჩვენ გვეუბნებიან, რომ ფაქტიურად მინიმუმამდე დავიდა გარდაცვლილების რაოდენობა მეორე ნახევარში, ამას ჩვენ ვნახავთ წლის ბოლოს, როდესაც გამოვითხოვ ინფორმაციას, თუმცა ნახეთ, რომ პირველი ნახევარი ცხადყოფს, რომ საკმაოდ მაღალი იყო გარდაცვლილი პატიმრების რაოდენობა, ჩვენ ასევე საუბარი გვაქვს აქ ჯანდაცვის სისტემურ პრობლემებზე. აქ იყო საუბარი რიგ დაწესებულებებში, რომლებიც რეჟიმს უკავშირდებოდა. ჩვენ გვაქვს არაერთი რეკომენდაცია, რომელიც უკავშირდება არა მარტო კონკრეტული ვითარების გამოსწორებას, ასევე კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას. და მე იმედი მაქვს, რომ რეკომენდაციები, რომლებიც მე აპარატთან ერთად შევემუშავე, ცალკე მე ჩამოვწერეთ, რომ უმეტესობა აქედან უნდა შესრულდეს. რა თქმა უნდა, ხა მე იმის ამბიცია არ მაქვს, რომ ერთბაშად ეს ყველაფერი მოგვარდეს, თუმცა არის საკითხები, რომელიც უნდა იყოს პრიორიტეტული. ეს არაპრეცედენტული ის არის ასევე რეკომენდაცია, როდესაც სახალხო დამცველი მიმართავს ხელისუფლებას, რომ არათუ არ შეამცირონ ბიუჯეტი სამინისტროსი, არამედ გაზარდონ იგი, ვინაიდან ჩვენ აქ ვითხოვთ ძალიან ზვირადღირებულ რეფორმებს და ცხადია დღეს ახლა არავინ არ არის, ასე ვთქვათ, ბავშვი, რომ იფიქროს, რომ ფულის გარეშე შეიძლება რაღაცა გაკეთდეს. ერთ-ერთი რეკომენდაცია არის სწორედ ეს. და ჩვენ, რა თქმა უნდა, მონიტორინგი ჩავატარეთ, ვთქვათ, იმ პერიოდში. დღესაც მონიტორინგი მიმდინარეობს, იმიტომ რომ ოფისში არც ერთი თანამშრომელი, რომელიც საჯარო ახსნილების მონიტორინგს ახორციელებს, ბოლო 10 დღე არ იმყოფება, ექიმებთან ერთად ისინი წასული არიან, იყვნენ თუ არ ვცდები გეგუთში, ქუთაისში, ბათუმში, გუშინ წინ ველაპარაკე და გრძელდება სრული მონიტორინგი. ასევე პირველად წელს უკვე დავიწყეთ ჩვენ სისტემატური, ასე ვთქვათ, სრული მონიტორინგი პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორების მთელი საქართველოს მასშტაბით. ასე რომ მარტის ანგარიში უკვე, რომელსაც პარლამენტს წარუდგენ, შევა ასევე დეტალური ანალიზი პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორების, რაც ამ ანგარიში არ არის მოყვანილი, იმიტომ რომ
ესეთი მასშტაბური მონიტორინგი არ ჩატარებულა, თუმცა ვთვლი, რომ გარკვეულწილად ბოლო დროს ნაკლები ყურადღება ეთმობოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ დროებითი მოთავსების იზოლატორებს და ჩვენ ეს თემა წამოვწიეთ და გვექნება ასევე აი ესეთივე დეტალური ანალიზი სწორედ მაგ დაწესებულებებზე. კარგი, ბატონ გიორგი, ჩვენ თავიდანვე აღნიშნეთ, რომ ეს მოხსენება ეხება პოლიტიკურად ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ პერიოდს. თავისთავად საინტერესოა დარღვევები გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ და პოლიტიკური. მოდით ამაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი განცხადებები კეთება. ამის შემდეგ უკვე მიიღო პარლამენტმა კანონი მანიფესტაციისა და შეკრებების შესახებ. იყო გამოყენებული აკრძალული იარაღი, რომელიც არ რეგულირდებოდა, კი, არის ნახსენები, ანუ მაინტერესებს რა მოხდა ამ მოხსენებაში. რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, მე და თქვენ საუბრობთ სწორედ გადაცემის დაწყებამდე, ჩემთან სამწუხაროდ არ მოხდა ამ დასკვნაში ის ფაქტი აპრილში, როდესაც ტელეკომპანია იმედი რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა სწორედ ცენზურის გამო. ასევე მე არ ვიცი მოხდა თუ არა ანგარიში ტელეკომპანია მაესტრო სოფიში ხალხუმბარის აფეთქება, რომელიც დღემდე გამოუძიებელია. ეს ყველაფერი არის ჟურნალისტის საქმიანობის ხელი შეშლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითები. ანუ რა ხდება ამ ხრივ გაუარესდა მდგომარეობა 2008 წელთან შედარებით, მით უმეტეს, როდესაც 2009 წლის აპრილის მოვლენები გვახსოვს. ახლა რაც შეეხება შეკრებებს და მანიფესტაციებს, ანგარიში კითხველი ალბათ დაინახავს, რომ მოყვანილია არაერთი ინდივიდუალური ფაქტი, როდესაც საკითხი ეხებოდა დარღვევებს, გარკვეულ ცემას და ფიზიკურ ხელყოფას და ყველა შემთხვევაში მოვითხოვეთ საქმის გამოძიება და რეკომენდაციების შესაბამისად იყო მიმართვები მთავარი პროკურატურის მისამართით. მე უნდა გითხრათ, რომ საქმეები ძალიან ბევრ შემთხვევაში კი არა და უმეტესად რეკომენდაციების მიხედვით აღიძრა, თუმცა შედეგი ჯერჯერობით არ დამდგარა, ეს ნახსენები ანგარიში თუ ყურადღებით ჩავხედავთ. ეხლა რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, იცით არის აქ ძირითადში შესულია ის საქმეები, რომლებიც შემოვიდა სახალხო დამცველის აპარატში და რომლებიც იქნა შესწავლილი. აქედან გამომდინარე, ხა თუ აქ რამე არის გამოტოვებული, შეიძლება იყოს ერთი რომ არ ყოფილა მომართვა, თუმცა სახალხო დამცველს ასევე თავისი ინიციატივითაც შეუძლია კონკრეტული საქმე შეისწავლოს, თუმცა შეიძლება რომ არ ყოფილიყო ეს ამ შემთხვევაში გაკეთებული. შეიძლება ეს იყოს მიზეზი, იმიტომ რომ შეიძლება ხშირად იყოს რაღაცა ისეთი, რაც სახალხო დამცველი, ასე ვთქვათ, პირადი ინიციატივით ყველაფრის შეტანას ვერ მოახდენს. უნდა მოხდეს ვიღაცამ უნდა, აი იგივე შეიძლება ვიღაცას პრეტენზია ჰქონდეს, რომ ჩემი საქმე არ მოხდა. თუ მე სახალხო დამცველის აპარატს არ ექნება მასალები, რომ გაანალიზოს, ვთქვათ, იგივე კონკრეტული საქმე, იგი ამას ანგარიში ვერ შეიტანს, თუმცა ცხადია, რომ მას არ ექნება სრული ინფორმაცია. გამოხატვის თავისუფლებას რაც უკავშირდება, ანგარიში მოყვანილია ფაქტები სხვადასხვა ჟურნალისტებთან დაკავშირებული, როდესაც ასევე საუბარია გამოძიებაზე და დამნაშავების დასჯაზე, როდესაც მოხდა ხელყოფა. აქ ასევე აღნიშნულია, რომ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენეს როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი იყო ფაქტები, როგორც მომიტინგეების მხრიდან, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და ჩვენთან ეს ყველა ფაქტი მოდიოდა, აპარატის თანამშრომლები ყოველთვის ახსნა განმარტებას აღწმევდნენ ჟურნალისტებს და შესაბამისად ჰქონდა მასალები. აქედან გამომდინარე, ეს საქმეები მოხდა ანგარიში. ბატონ გიორგი, მე ვიცი, რომ 2008 წლის მოხსენებაში საკუთარი დიდი ადგილი უჭირავს მედია და დამოუკიდებელი მედიის არსებობა, სადღანაც აქ მოყვანილია ის ფაქტი 2007 წლის ტელეკომპანია იმედის დარბევა, შემდეგ საკუთრების საკითხს, ანუ მე გულისხმობ მედია მფლობელების გამჭვირვალობის საკითხი. ამდენად მოხდა ეს თქვენს დასკვნაში, იმიტომ რომ ბევრი ტელეკომპანიის მფლობელის მინობა დღემდე გაურკვეველია, დღეს მაგალითად ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს და ადვოკატს ჰქონდა პრესკონფერენცია, ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ანგარიში არის ანგარიშო პერიოდი 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით. შესაბამისად, ახლა ის საქმეები, რომლებიც ადრე იყო შესწავლილი წინა სახალხო დამცველის მიერ, ხვდებოდა ანგარიში და ახლა ის საქმეები, ერთადერთი საქმეები, რომლებიც ვთქვათ, არ იყო გამოძიებული, იმაზე არის გამეორებული, რომ გამოსაძიებელია მთელი რიგი საქმეებია და ახლა შეიძლება რომ სახალხო დამცველი ყოველ წელს ვთქვათ, ერთი და იგივეს იმეორებდეს, იმიტომ რომ ის ანგარიშებიც, რა თქმა უნდა, არავის არსად არ გადაუდია, არსებობს, იგივე არის ჩვენს ვებგვერდზე. რეაგირება არ მოხდა და მეთანხმეთ. კი, მე ვიტყოდი, რომ უმეტესზე რეაგირება სათანადო არ არის გაკეთებული. ეს აღნიშნული ასევე მეც მიწერია ბატონო. კიდევ ერთი კითხვა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით თუ არის თქვენს დასკვნაში საუბარი, იმიტომ რომ გარკვეული
პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლები გამუდმებით საუბრობენ იმაზე, რომ არიან პოლიტიკური პატიმრები. არის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნაც, რომ არიან პატიმრები საქართველოში. რაც შეეხება ამ თემას კონკრეტულად, მოდით ვთქვათ ესე, რომ მე ვადევნებ, რა თქმა უნდა, თვალყურს თუ რა ხდება, კონკრეტულად არის რაღაცა პოლიტიკური მოლაპარაკებებიც ამ საკითხზე, ვიცი, რომ იყო რაღაცა სიები კონკრეტული, რომელიც გადაეცა შინაგან საქმეთა მე გეტყვით, რომ მე როგორც მახსოვს და იგივე მე მივედი თუ არა აპარატის თანამშრომლებს ვკითხე თუ რა ხდებოდა ამ მიმართულებით, აპარატის თანამშრომლები გამუდმებით უკავშირდებოდნენ გარკვეულ პირებს, რომლებიც იყო საუბარი და თხოვდნენ, რომ წარმოედგინათ თავისი სისხლის სამართლის საქმეები, ჩვენ მასალები არ მოგვეწოდა, ეს ჯერ კიდე მე როგორც მითხრეს, ჩემი წინამორბედიც ცდილობდა, რომ ეს საქმეები მომხდარიყო, თუმცა ბევრი გათავისუფლებული აღმოჩნდა, როდესაც დაეკონტაქტდნენ, ბევრმა თქვა, რომ არ სურდა საქმის წარმოდგენა და მე ეს არის ზუსტად მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ამ საქმეებს შესწავლა ვერ მოვახერხეთ, იმიტომ მასალები არ გვქონდა. შესაბამისად ცხადია, რომ ანგარიში ვერ მოხდებოდა. იგივე ადამიანი, რომელიც ამ საქმეებს ადრე იყო დაკავებული და სწავლობდა, დღესაც მუშაობს აპარატში, შესაბამისად იგი არავის არ გაუთავისუფლებია და მე მას ვკითხე და მან წერილობითაც კი დამიწერა ეს თუ რა ხდებოდა ამ საქმეების გარშემო. ფიზიკურად საქმეები ადვოკატებს და ოჯახის წევრებს ჩვენთან არ მოუტანია. კარგი, ბოლო კითხვას დაგისვამთ ბატონო გიორგი. იწერება სახალხო დამცველის მოხსენებები, შემდეგ ეს წარედგინება პარლამენტს. ვიცი, რომ კანონმდებლობის მიხედვით არა პარლამენტი ვალდებული რომ დადგენილება გამოიტანოს ან რაღაც დასკვნა, მაგრამ როცა იწერება ესეთი სერიოზული დოკუმენტი და მოყვანილია ძალიან სერიოზული ფაქტები და ამაზე რეაგირება არ ხდება. დამეთანხმეთ, რომ არ ხდება, თქვენ თვითონაც აღნიშნეთ ეხლა. რა უნდა იყოს მექანიზმი იმისა, რომ რაღაც გარკვეულწილად თუნდაც პარლამენტმა მიიღოს მხედველობაში, რომ მსგავს ფაქტები არ გამეორდეს. ფაქტია, რომ არ ხდება რეაგირება. რა ხა, როგორც სახალხო დამცველს შეგიძლია გითხრათ, მე რა სამართლებრივი ბერკეტები. დიახ, რა გამოსამართლებელი. სამწუხაროდ ბევრი არაფერი. მე შემიძლია გავიმეორო და კიდევ ერთხელ გავიმეორო. რაც შეეხება, რა თქმა უნდა, არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციებიც, არსებობს არასამთავრობო სექტორი, არსებობს ასევე კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც დაინტერესებული არიან ადამიანის უფლებებით და რა თქმა უნდა, სახალხო დამცველს ყოველთვის აქვს იმის იმედი, რომ მედია იდგება მის გვერდით და ასევე სხვა მოთამაშეები, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ და არიან დაინტერესებული და მარტო სახალხო დამცველი ვერაფერს ვერ გახდება, იმიტომ რომ ომბუდსმენს შეუძლია კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოსცეს რეკომენდაცია და მოითხოვოს მის შესრულება. ეხლა თუ ჩახედავთ, ყოველი თავის ბოლოს მე მაქვს რეკომენდაციები შემუშავებული და ყველგან რაღაცას ვითხოვ. ის არ არის რომ მე ყვები, რომ აიცით რა, ეს მოხდა 3 თვის წინ და რას ფიქრობთ. არა, ბოლოში ყველგან არის მიწერილი მიმართავ ამ კონკრეტულ უწყებას, მიმართავ პარლამენტს, მიმართავ მთავრობას. აი აქ გასაკეთებელია ეს, იქ გასაკეთებელია ის. რა თქმა უნდა, ამას უკვე თავისთავად საკმაოდ დიდი დატვირთვა აქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, ძირითადი საზრუნავი სახალხო დამცველის არის ის, რომ უმეტესი მისი რეკომენდაციები შესრულდეს და იდეალურ სურათში ყველა, მაგრამ ეს მინდა გითხრათ, რომ ასევე ბევრ ქვეყანაში პრობლემატურია, მაგრამ პროცენტი რეკომენდაციების შესრულების იყო საკმაოდ დაბალი, მინდა გითხრათ და მე არ ვიცი, მე მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ზრდას მივაღწიო. თუმცა ეს ერთბაშად არ მოხდება, ამას სჭირდება ძალიან სერიოზული მუშაობა და იგივე აი ჩვენ ვახსენეთ საჯელახსულების თემა. მე ძალიან ვცდილობ, რომ არ დაინახონ სახალხო დამცველის ოფისი, როგორც მტერი სისტემის პირიქით, ჩვენ დაგვინახონ, როგორც მზრუნველები, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს და მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით შეიძლება იგივე ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება, იმიტომ რომ მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ყველა ადამიანი, რომელიც მუშაობს ამ სისტემაში, ხვდება იმას, რომ რაც ნაკლები პრობლემა იქნება, იგივე მათთვის არის უკეთესი. ასე რომ, აი, მე არ მინდა არანაირად რომ შევეჯახო კედელს, თუმცა არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ ჩემი საქმე არის ის, რომ მაქსიმალურად ვეცადო, დავეხმარო იმ ადამიანს, რომლის უფლებების შეილახა და იგივე ჩემს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ვთქვათ ხაერზე ვისაუბრო, თუნდაც დავეხმარო სიტყვაზე მოწპატიმარს, ვისაც ტელევიზორი უნდა რომ კონდეს და არა აქვს და რამენაირად ვაიძულო ვერ ვიტყვი, მაგრამ შევაგნებინო, ვისაც საჭიროა, ვთქვათ იმას, რომ საჭიროა აქ რაღაცის გაკეთება, საჭიროა ვიღაცის მკურნალობა დროულად, საჭიროა ვიღაცის გადაყვანა, საჭიროა ვიღაცის, ვთქვათ, საჯელის გადავადება, იმიტომ რომ მას სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ასე შემდეგ. მე რომ მქონდეს ეგრეთ წოდებული აღსრულების მექანიზმი, ეს უკვე ომბუდსმენი აღარ იქნებოდა, თუმცა რიგ შემთხვევებში სიმართლე გითხრათ, ბევრ ომბუდსმენს უჩნდება იმის სურვილი, რომ რაღაცა უფრო კანონით ქმედითი ღონისძიებების გატარება შეძლოს, იმიტომ რა თქმა უნდა, როცა გეკითხებიან, ვთქვათ, რასიზმ ახლა ეს რო არ შესრულდა, რთული ამაზე პასუხს გაცემ. რა თქმა უნდა, გაიმეორებ და უფრო დაჟინებით მოითხოვ
მაგრამ იმის იქით რომ ვერ მიდიხარ, მე ვთქვათ იგივე რჩება, რომ ადამიანებს ძალიან ხშირად ვეუბნებით, რომ იქნებ მიმართოთ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს, ჩვენ ხშირად მიხმარები ვართ კიდევაც კონკრეტულად, რომ ამ ადამიანებს იქ გაეგზავნათ საჩივარად. ძალიან დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებას და გისურვებთ რაც შეიძლება მეტი რეკომენდაცია მიიღოთ თქვენგან. გაეთვალისწინებინოთ შეესრულებინოთ ეს რეკომენდაცია. რეკომენდაციებს შეიძლება უსაშველოდ წერო. გმადლობთ, გიორგი ტუღუში იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, რეკლამა ჩვენს ეთერში, რეკლამის შემდეგ ჩვენ დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ლევან ვეფხვაძე, რომელიც გვაცნობებს თუ რით დამთავრდა საარჩევნო კომისიის დღევანდელი სხდომა.